Oh, looks good. Opa. Thank you so much. Mexican-ის გამოცხარი აჭარული ხაჭაპური სომხების რესტორანში ძო. ეს ფასი მე მგონი ნორმალურია, რაც ვირი არ არის საერთოდ. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯლია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს არხზე. მოკლედ საკმაოდ საინტერესო ვიდეოს გადაღებას ვაპირებ ახლა ალეკოს აღლიანთან ერთად, რომელიც იღებს და მეხმარება. ყველამ კარგად იცით, რომ ცხოვრობთ ლას-ვეგასში, MMA-ის სამყაროში, სადაც დაფუძნებული არის UFC. ყველაზე ისეთი რთული ფაქტორი ჩვენ რაც გვაქვს რა, ესე ვიტყოდი, რაც ყველას გვენატრება ხოლმე, არის ქართული სამზარეულო. იმიტომ რომ ფაქტობრივად ლას-ვეგასში არ არის საერთოდ ქართული რესტორანი, არსად არაფერი არ კეთდება ქართული. ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენით მოვიმზადოთ რაღაცეები სახლში, მაგრამ მაინც არ გამოგვდის, მიახლოებული გემოები გამოგვდის, იმიტომ რომ არ არის ისეთი ინგრედიენტები, როგორც საქართველოში გვაქვს და მოკლედ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ეს ადგილი, რომელსაც ქვია სტრეგა პიცერია, სადაც ღუმელში ცხება ქართული აჭარული ხაჭაპური და რაც ყველაზე საინტერესოა. მოკლედ მფლობელები ჩვენი მეგობრები არიან, სომხების პიცერია არის, სომხების რესტორანი არის. ჩასახუტებელი ხალხი, ნამდვილად ძალიან მაგარი ადამიანები და მცხოვრები ყავთ მექსიკელი. Como está amigo? მე მგონი საინტერესო გამოცდილება იქნება. ეხლა თქვენთან ერთად შევალთ, შევუკვეთავთ ორ აჭარულ ხაჭაპურს, გაჩვენებთ როგორ ამზადებს ჩვენი მექსიკელი მცხოვრები. ეხლა თვითონ მეპატრონეები ადგილზე არ არიან, მაგრამ არა უშავს, არ არის პრობლემა. მერაბის ვიდეო თუ გაქვთ ნანახი, სადაც აჭარულ ხაჭაპურს აცხობს და შემდეგ თათებზე ურტყამს, ალეკო რომ ნაბეღლავის ბოთლებს გავებს ზუსტად აქ იყო გადაღებული. ჩვენ ხშირი სტუმრები ვართ. ეხლა მერაბის ბრძოლამდე 2 კვირა არის დარჩენილი და სიმართლე გითხრათ ეს ჩვენი ბოლო თავზე გაშვება იქნება, სადაც მე და ალეკო აჭარულ ხაჭაპურებს შევჭამთ, იმიტომ რომ შემდეგ მაინც მოვერიდებით, რადგან მერაბიც წონას იკლებს, რომ რაღაც სხვადასხვა ესეთი გემრიელობები გამოვაჩინოთ სახლშიც და სხვაგანაც. ასე რომ ეხლა წავიდეთ და ვნახოთ, მოკლედ როგორ აცხობენ აჭარულ ხაჭაპურს სომხების რესტორანში, როგორ აცხობს მექსიკელი მცხოვრები და შემდეგ ეს ვიდეო გავუგზავნოთ რომანდოლიძეს და შევაფასებინოთ რომანს ათბალიანი სისტემით, რამდენ ქულას დაიმსახურებს ეს აჭარული ხაჭაპური ვიზუალურად. ნუ გემოვნებით ამ შემთხვევაში ალეკო და მე შევაფასეთ. სათხარ ალეკო, ჩემი ეკიპირება რაც დამაქვს ყველა გადაღებაზე სინდიკატში, ჩანთა და აქაც რაღაც საინტერესო რაღაცები მივიდევს, წავედით ახლა აგერ ჩვენი მექსიკელი მცხოვრები მუშაობს, როგორც ხედავ. Hello. Hello, how are you doing? How are you doing, brother? I'm good. So yeah, as I talked with you, I just want to order 2 acharian. Yeah, no problem, just saying. And we're gonna taste it and I will show you how you cook in it, couple minutes. Okay, thank you so much. Yeah, no problem, no rush. ესეთი ღუმელი აქვთ, სადაც ხდება ეს აჭარული ხაჭაპურები, ეხაც რაღაცა ისეც აცხობენ რა, აქედან ჩანს, რომ აჭარულ ხაჭაპურს გავს და ყველაზე საინტერესო რაც არის, მფლობელებმა მითხეს, რომ ჩინელებს მოწონთო მაგრად რა, მაგრამ რო იყიდიან ამ აჭარულ ხაჭაპურს, მე შიგნით რაღაცებს უმატებენო, ცხარე соусებს, წვანილებს და რაღაცებს და მოკლედ რა. ჩვენ ნამდვილ აჭარულ ხაჭაპურებს შევუკვეთავთ, ეხლა მე და ალეკოსაც გამოვაჩენ. ეს კამერა გაიგო. ესე შენ გასინჯული გაქვს აქაური აჭარული ხაჭაპური და როგორ შეაფასებ? ვეგასის ყოლობაზე არ აუხრავს, თან გავითვალისწინოთ ისიც, რომ პროდუქტი მაინც და მაინც არ არის სახარბიელო, ზოგადად აქ ამერიკაში, ყველი ძის ნაწარმი, ცომით ცოტა სხვანაირია, მაგრამ გემრიელია რა უკვე. თუ არ ჭამე ვერ გაიგებო ეს. Acharian. Who teach you this? Arthur, right? Yeah. Wow. Oh, looks good. Cheese.
ესე იგი ცოტა სხვანაირად ამზადებს. Looks good. Opa, good job. Most important. Wow, nice. Good job. მართალია ჩვენ ცოტა სხვანაირად ვამზადებთ და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი ამათი მომზადებული დავაგემოვნოთ დღეს. ხშირად ვეუბნები ხოლმე რაღაცებს, ცომ გამოცლილი მინდოდა მესწავლებინა, მაგრამ ვერ ვასწავლე კარგად და დღეს ამათი მომზადებული გავსინჯოთ როგორი იქნება. გადატვირთული პიცერია სხვათა შორის კარგად აწყობენ და სულ ბევრი შეკვეთები აქვთ და ცოტა მოცდა მოგვიწია, მაგრამ არა უშავს რა. აგერ ალეკო ნერწყობს ყლაბავს. ველოდებით აჭარულ ხაჭაპურს. ესეთი ჯიგარი სამხები მე არ მინახია ძმა ვარსადა. სხვათა შორის დავკვატიჟეს ახლა რა, გადახდა მინდოდა და არა უთავი გამიშა. ხო. და მექსიკელი. ვაა. კარგი ტიპია ძალიან. ეხა წინაზეც დენიელ კორმიესთან წავიდეთ აჭარული ხაჭაპურები. აქედან წავიდეთ რა თქმა უნდა რა. დაურეკე ეგრევე მეთქი მოვდივარ 6 წელი აჭარული ხაჭაპური მინდა 15 წუთში ვიქნები. No problem amigo მეულება და ეგრევე მე და მოვედი შეკლასული დავახვედ რა. ავიღე. დენიელ კორმიესთან კაი საჩუქრით მიდიხარ. საფალები უნდა ვიხარო. მე რო გითხრა გაბრაზდები ახლა ჩემს. გამივარდა და გამიტყდა ის მე რა ვერ გავაკეთე. აუში მე რა ესენა გორი. მე მანქანა გატეხე. ეხლა საფალე გატეხე. თან ცუკერბერგის ნაჩუქარის საფალე გავტეხე მე არასწორი. მე გამიზამის მეორე, რომ გამჭირვალე. Vera, how you doing? Yeah. Will you bring pizza? Where you get this? Oh, the khachapuri. Yeah. Let's bring this. Let's do this on video. Let's do this upstairs. Video. Yeah, I'm going upstairs. You give me this khachapuri because you told me you've been promising me food forever now. Yeah, but. დაშე კოკა-კოლა მინდოდა, მაგრამ მწყუროდა და ისის მაჩუქა, ანუ არ გადამახტევი და მაშინ ნუ აჭარული ხაჭაპურების გადავიხადე 6 წელს. ვატოს უგებენ რა ეს მექსიკელები, რომ სახელი ვატო ნიშნავს რას? ჰომი. ჰომი და ანუ როგორ არის ჰომი ქართულად? ნუ შენიანი რა, ანუ ჩვენიანია ძმა. ხო. თუ იცი რა არის აჭარული ხაჭაპური აქ თუ გახსოვს აბა? 15 თუ 17 რა, სადღაც ეგრე ხო? $14. ეხლა გავსინჯავთ $14 აჭარულ ხაჭაპურს. გავნერვიულდი ცოტა, მაინც ესეთი საპასუხისმგებლო საქმე არის რა. სხვათა შორის დიდი გოგომუშაობს. კონსულტანტი. მე რას მეგულებ? მე რას მეგულებ შენ ხარ ეს რა თქმა უნდა. ეული გადარეული. მოკლედ შემოვედი ახაც საწყობში. წყობა ალმაზაო გადაღება აქაც კამერა, აქაც კამერა. მაგრამ ეხლა უნდა უთხრა მე მგონი რომ კვერცხი მერე დაამატოს. I just have to tell you like how we cooking we add egg after it bakes. So just like that? Yeah, just like bake like that and after like when you bring them out after you add egg and it's perfect one. Wow, looks so good. Thank you, brother. Thank you. Let მადლობა უნდა გადაუხადო, რომ გვაღებინებს ესე რა, ზოგადად. არ მოსულა ხოლმე ესე გადაღება რაღაცების, მაგრამ ხო გითხარით მეგობრებს და შევიდა ჩვენი აჭარული ხაჭაპურის მო. მე უთხარი რომ კვერცხი მერე დაამატეთ მითქი რა. ჩვენი მექსიკელიც მე პონჩიას მონახე. Are y'all on TikTok? Sir? Are y'all on TikTok? No? Oh, y'all streaming? No, I'm filming for my YouTube channel. Just. Yeah, YouTube. You gotta tell us what's your YouTube channel.
Yeah. That's my YouTube channel. Oh, you got hella subscribers. Okay. So mostly MMA stuff. Like, yeah, like we are MMA fighters, but I'm from Georgia, like like the European country, yeah. So this is the only place they cook like Georgian food, like no one else, you know. Looks good. Გამოცხვა ჩვენი აჭარული ხაჭაპურები. Oh. Thank you so much. Thank you so much. Looks so good. Bravo. Bravo. So you like this one, right? Yeah. Opa. ¿Cómo está, amigo? Mexicanos გამოცხარი გაჭარული ხაჭაპური სოლხების რესტორანში, ზო. ერთხელ მომადგაში. უკეთეს ვერ წარმოვიდგენ, ნახე. აბა ვნახავს. რაო? ამ მასო girlfriend is boyfriend არ ყავსო რა? რომელს? ვარდისფერი რვაცვია რა. ხო რა. მეთქი ჯერ დავაგემოვნებს და მოვალ თქვენამდე რა. ჭაი. კარგად უნდა ამერია, მაგრამ სულ მაწამძლია რა. ამას ყავს. ისინი რა ქვია. აი, ახლა ვიდეოზე აბრუნდი ალეგო. ხა მოურევ. ვაუ. აი, ხო? როგორ შეაფასებ? ვაუ. ძალიან მაგარია. მე მომწონს რა. აი, ხო. გემო აქვს, ქართული გემო აქვს, მაუր. არა, ჩვენთან მაინც სხვა გემო აქვს. კი, ჩვენთან რა თქმა უნდა სხვა გემო აქვს, მაგრამ ლას-ვეგასის ყალობაზე რომ მოგენატრება საქართველოს ქართული რესტორანი გემრიელი ნამდვილად არის. კი და წვნიანი არის რა. ყველი იწელება ძმაო. დანაჩანგალი არ გამოვართვით სპეციალურად. ოპა. აი, ახლა გავტეხავ რა. სიმართლე გითხრა მე ცონ გამოცლილი აჭარული ხაჭაპური მიყვარს ზოგადად, მაგრამ ცონ გამოცლილი აქ საიდან მოგიტანოთ ეს? ასწავლე მე ამას და წინაზე ვცადე, მაგრამ ვერ აუხსენი კარგად. კომენტარებში დაგვიწერეთ მეგობრებო ინგლისურად, როგორ აუხსნა ცონ გამოცლილი აჭარული ხაჭაპური. ანუ რეცეპტი დაგვიწერეთ, რა უნდა გააკეთონ და ასე შემდეგ რა. მაგრამ თვითონ ამ მასას რაც შეეხება რა, რაც აქვს ახლა ამ ხაჭაპურს, მე მაგრამ მომწონს და გემრიელია. თან ხუმელში ვარ გამომცხარი. გემრიელი ცომეს ფოტოშოპს, რა? კი. Thank you so much. Thank you so much. გასწრება ბიჭო. ტრაზე ვხვალ ბილი ჯონთან ვარჯიში და ალეკო იესტუჯი. აბა ვნახოთ, მოკლედ ალეკოსთან ჭხუბზე არავინ არ თან ხდება. კაცი რა თან ხვდა და კონტრაქტს ხელი არ მოვაწერა. მაგიტომ მოვედით და ჭამთ ახლა აჭარულ ხაჭაპურს, ცოტა ხასიათზე მოვიდეთ. რამდენი ყოლი შეურია ხამდა ჩვენში? ორი ყველით მომამზადა და ეს კვერცხი მერე დავატეხინე რა, რომ გამოვაცხო. ამასობაში კი შემომესანსლა. $14 ამერიკისთვის ახლა ზამას პატარაა ახლა. ლამი საქართველოში არის $14. ანუ 30 ლარები, კარგი აჭარული ხაჭაპურები რა, მეტი და საქართველოში ახლა ხო ხდები? საქართველოა და რა თქმა უნდა კარგად მომზადებენ და აქ ამ ყველაფრის ყვალობაზე თან არც ყველია ქართული გემრიელი არის რა. გემრიელი არის. კი. აჭარული ხაჭაპურის გამოც აქვს. ატო შეყარებული დაბრუნდა. აი ჯანზე სიმონ. გამოვართ ინსტაგრამი? გამოვართ. თან კაი ვიძია სიმონ. სახელიც არა უშვებს. მოკლედ ხაჭაპურზე ვილაპარაკოთ თუ შავკანიან ლამაზმანზე აღარ ვიცი. ერთი თხოვნა მექნება მეგობრებო. თუ მოგეწონათ რა ეს ვიდეო, პირველ რიგში დაალაიქეთ, გამოვიწერეთ ჩემი ახლა გამოწერილი არ ყავართ ჯერ და თუ დაწერთ კომენტარებში და იაქტიურებთ, აი მართლა ძალიან საინტერესო ადგილებში წავალთ მე და ალეკო სხვადასხვა რაღაცებს დავაგემოვნებთ. კალორიები. რა კითხე შეშენ აგერ როგორ დაგაჯახეს? როგორ? რა კითხეთ ხო? ამათ? აუ.
მომხდა იმბობაზე? ხო. TikTok live გაქვთ რა, მეთქი არა თქო რა. YouTube ვიდეოს ვიღებთ მეთქი რა. მოწყობები ხარ ხო? მეთქი ხო, მაგრამ ქართველები ვართ მეთქი რა, ეგაში ასეთ არ არის მეთქი რა. სადაც ქართულ სამზარეულოს მიზადებენ და აქ არის ერთადერთი რასაც ამზადებენ მეთქი რა. მითხარია შენ YouTube-არ ხარ რა. გამოგიწერო და აიფერი გაუცინდი რა. YouTube-ები და ის მეუნება რომ აი მას შეხედავ შავი გოგოები მოგწესო, მეკითხება რა. ეს აქაც როზის ჩვენ ხარეს რა. მეთქი კი მეთქი რა. ხო. აი მას არ ყავს რა, რა ვიცი სიმღერისო რა. რომელზე? ამაზე თუ იმაზე? ვარდის ფერიდოსია რა. ეს გეკითხება? რა მაგითხება? ხო, ეს მეუნება რომ ეს სიმღერისო რა. ხო, მეთქი ოკეი. უშინ წონის ხლებაზე ლაპარაკობთ ქართულად და დღეს აჭარო-ხაჭაპურებში. ქართველები ვართ რა ვქნა. რაც არის თქვა? რასაც ფიქრობთ თქვი ძმაო? 10-დან 10 დავუწევ. მიუხედავად იმისა, რომ ვეგაში ვართ და პროდუქტები ძალიან განსხვავებულია და გემო ძალიან განსხვავდება ყველაფრის საქართველოსთან შედარებით. ჩვენი მექსიკელი ძმას, რავი, დაიმსახურა შექება, კარგად გააკეთა. ყოველსაც ნორმალური გემო ქონდა. კვერცხიც მოუხდა ზემოდან, ცომსაც ცოტა ხო, არა უშავდა რა, კაი იყო რა. მე 10-დან 10 დავუწევდი და რატო გეტყვი რა. პირველ რიგში მონდომებაში, რომ მოინდომეს და აქაც ხოვენ აჭარო-ხაჭაპურს. მეორე კიდევ ყველაზე მთავარი, რაც არსად აი რა ვიცი, ლას-ვეგასში აი ეს არსად არ მიგზნია, არის სტუმართმოყვარეობა, რომ დავკპატიშეს რა. აჭარო-ხაჭაპურზე და აი ამ მარტო სტუმართმოყვარეობაში დავუწერდი 10 კი არა 100 ფულს დავუწერდი, იმიტომ რომ ამერიკაში იშვიათია საერთოდ მსგავსი რაღაცეები რა, ქართულ რესტორნებსაც კი ეშლებათ ესეთი რაღაცეები და Okay. I forgot to ask her Instagram, you know? Yes, sorry. Hi. Hey, how are you doing? I'm You're good. looking How are you? Good. Can I ask your Instagram? Yeah. I will never bother you. It's You're not bothering me. TALOR. Mi hermano. LA. It's nice meeting Yep, you. for me too. Have a Take good care, guys. one. Enjoy your food. Bye. Bye. It is what it is, brother. მოხცეს Instagram ბოლოს. გააზრება. Opa. მოკლედ სკრინებს დავდებ მეგობრებო, როგორ გავითარდება მიმოწერა. კაი, ამაზე მოვიფიქრებ ჩავსვამ თუ არა. ჩიკ ჩიკი ბუმ, ჩიკ ჩიკი ბუმ. თან ნახავს ეხა. კომონა თან თან თან. დეგ. ჩიკ ჩიკი ბუმ, ჩიკ ჩიკი. ჩაუგრას. Amigo, bravo. Bravo, like, you know. Bravo. Thank you. Yeah, good. კლეთ, მართლა მადლობა. ჯიგრები. სხვათა შორის ლაშამ აღმოაჩინდა ეს რესტორანი. რა თქმა უნდა, ვინ აღმოაჩინდა სხვა ეხა. ვიდეოს დასაწყისში არ გავაჟღერე, მაგრამ ეხლა უნდა ვთქვა და მადლობა ლაშასაც ამისთვის. ერთი თქმა მექნება მეგობრებო, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოვიწერეთ ჩემი არხი თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ და თუ თქვენი სურვილი იქნება და თუ დაგვიწერთ კომენტარებში, სხვა მართლა ძალიან საინტერესო რესტორნებს ვესტუმრებით და სხვადასხვა საკვებსაც დავაგემოვნებთ, არასდროს არ მიცდია ეს კონტენტი გქონოდა არხზე, მაგრამ აჭარული ხაჭაპურის გამო მოვედით აქ და გადავიღეთ ეს ყველაფერი და თქვენი სურვილის მიხედვით გავაგრძელებთ რა. აბაჰე მეგობრებო, დროებით გემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ ალეკოს ინსტაგრამის გამოწერა, ჩემი ინსტაგრამის გამოწერა და შემდეგი უკვე ბრძოლის ვიდეოები იქნება დამეწმუნდეთ, აღარავის გვექნება იმის თავი, რომ ეს რაღაც ხაჭაპურებზე ვიაროთ და რაღაცეები მინიმუმ 2 კვირა რა. ასე რომ აბა ჩვენ ვიცით, ღმერთი თქვენკენ, ღმერთი ჩვენკენ, ძალა ერთობაშია და ჩვენს გემშვიდობებით.